კიდაშილს მინდა მივესალმო. თამარ, საღამოშვიდობისა, მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ჩვენი სტუმარი იყო ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. დღეს გამოქვეყნდა საიას დასკვნა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით. თუ იცნობთ ან დასკვნას, რა შენიშვნებს იზიარებთ? ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მინისტრების მონაწილეობის თაობაზე და შეფასება ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კანონდარღვევა არ არის, მაინც არათანაბარი, არაკონკურენტულია გარემო, როდესაც მთავრობის წევრები მხარს უჭერენ ერთ-ერთ კანდიდატს. იზიარებთ თუ არა ამ შენიშვნებს? ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაგდა მოწვევისთვის და ამ საშუალებისთვის, რომ მივმართო მაყურებელს. რა თქმა უნდა, გავეცანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნას. ეს დასკვნა არ არის მოცულობითი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არ უთქვია, რომ არჩევნებში ადგილი ქონდა გაყალბებას. ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა პირდაპირ ეთერში გაიმეორა კიდევაც, რომ კანონდარღვევებს ადგილი არ ქონია, ფაქტურად თუ იყო მხოლოდ მცირე ტექნიკური ხასიათის, რომლებიც როგორც ვიცით, აღმოიფხვრა კიდევაც საუბნო კომისიების დონეზე და საოლქო კომისიების დონეზე. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობას, მე მესმის არასამთავრობო ორგანიზაციის გადმოსახედიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს თვითონ რეკომენდაცია, როგორც არის ფორმულირებული დასკვნაში, ჩემთვის მისაღები არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ რეკომენდაციის დასკვნა არ გვთავაზობს კონკრეტულ კრიტერიუმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობის შეზღუდვა. რაც შეეხება თვითონ ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში, მინდა ხაზი გაუსვა, მონაწილეობდნენ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი იძლევა საშუალებას გამგებელი იყოს ჩართული გუბერნატორი, ადგილობრივი საკრებულოს წევრები, ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მხოლოდ მონაწილეობდნენ მინისტრები და პარლამენტის წევრები, ანუ მხოლოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. ამიტომ ამ მოსაზრებით ჩემი წინასაარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში ამ შენიშვნას ვერ გავიზიარებ, რომ იყო განუსაზღვრელი წრე პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართული. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს. თქვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდით და აკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, როდესაც არჩევნებში ერთვებოდნენ თანამდებობის პირები. თავად თინა ხიდაშელი იყო წინააღმდეგი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების. სპეცუბანი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და კახა კუკავამ გაიხსენა, რომ მე და თინა ხიდაშელს ერთად გვაქვს გაგზავნილი მიმართვები საერთაშორისო ორგანიზაციებში იმისთვის, რომ არ გამოიყენონ სპეცუბნები და უშუალოდ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში. ანუ ეს ყველაფერი დღეს უკვე აღარ არის პრობლემა და ამ შემთხვევაში უკვე ხელისუფლების კანდიდატი. კი ბატონო, მინდა რომ ერთმანეთსაგან გავმიჯნოთ ორი საკითხი. ანუ პირველი ვლაპარაკობთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სპეციალურ უბანზე, ამ სპეციალურ უბანს მოგვიანებით დაუბრუნდები. მე ვიმეორებდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და ახლაც გავიმეორებ, რომ ადგილი არ ქონია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ეს იყო უფრო პოლიტიკური რესურსის გამოყენება. რასაც მე თვითონ ვაკრიტიკებდი, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში, იყო ის, რომ ხელისუფლება შეუზღუდავად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. იყენებდა ადმინისტრაციულ შენობებს მაშინ, როდესაც სხვა კანდიდატებს, სხვა საარჩევნო სუბიექტებს არ ჰქონდათ საშუალება იგივე შენობები გამოიყენებინათ. მაგალითად, მე მახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს ბიბლიოთეკებში, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაში არის, ჰქონდათ საარჩევნო შტაბები განთავსებული, სხვა საარჩევნო კანდიდატებს ამის საშუალება არ ჰქონდათ. იყო შემთხვევები არაერთი და ეს როგორც წესი ასე ხდებოდა, როდესაც მინისტრების მოადგილეები, პარლამენტის წევრები თავიანთ სამსახურებრივ მანქანებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ისინი იყენებდნენ თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს იმისთვის, რომ მათ სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ. სწორედ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რასაც ჩემი კამპანიის პერიოდში ადგილი არ ქონია. ამას მე თვითონ ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვთხოვდი კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების ვიზიტის შემთხვევაში მათ არ გამოეყენებინათ სამსახურებრივი მანქანები. ასე რომ ესენი მოდი ერთმანეთსაგან გავმიჯნოთ, პოლიტიკური რესურსის გამოყენება და ბუნებრივია ბატონმა სოზარმა აღნიშნა და მას დავეთანხმები, რომ პოლიტიკური გუნდი კოალიცია ქართული ოცნების დაინტერესებული იყო, რომ ქართული ოცნების კანდიდატი ყოფილიყო გამარჯვებული და ისინი ამ პოლიტიკურ რესურსს იყენებდნენ. რაც შეეხება სპეციალურ უბანთან დაკავშირებით მე თვითონ მახსოვს შემთხვევები, როდესაც ჩვენ დამკვირვებლებს სპეციალურ უბანზე დამკვირვებლება არ უშვებდნენ, მე მიხდებოდა ზარის განხორციელება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან, რომ როგორმე ჩვენი დამკვირვებელი სპეციალურ უბანზე შეეშვათ. ასევე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ის იყო, რომ სპეციალურ უბნებზე როგორც წესი არჩევნებამდე რაღაც მცირე პერიოდით ადრე მიემაგრებოდნენ ხოლმე დიდი რაოდენობის სამხედროები, შინაგან საქმეთა მოსამსახურეები და ასე შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში ამას ადგილი არ ქონია. სპეციალურ უბანზე დაკვირვების საშუალება ჰქონდა ყველას, ვისაც ამ
ამის სურვილი გააჩნდა. ქალბატონი ირმა ინაშვილი, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობს ამის თაობაზე, მისი წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო კენჭისყრის დაწყებიდან ბოლომდე იმყოფებოდა სპეციალურ უბანზე და მას ჰქონდა საშუალება, რომ ეკონტროლებინა იქ რა ხდებოდა და მე არ გამიგია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იქ რამე განსაკუთრებული მოხდა და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რის თაობაზეც შეცდომაში შეყავდათ მაყურებელი. ამ მუხროვანი სამხედრო ბაზაზე არ გაზრდილა სამხედროების რაოდენობა 2015 წლის იანვრიდან. 2015 წლის იანვარში იყო 557 სამხედრო მოსამსახურე, თუ არ ვცდები ეს რიცხვი იყო და ზუსტად ანალოგიური რიცხვი შევიდა სპეციალურ სიაში. და დამერწმუნებით ქალბატონო მაგდა, რომ 2015 წლის იანვარში ნამდვილად არავინ არ იცოდა, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი დაინიშნებოდა თავდაცვის მინისტრად და დაინიშნებოდა შესაბამისად შუალედური არჩევნები. თამარ, თქვენი ყოფილი კონკურენტი დღეს შიმშილობს და ირმა ინაშვილთან ერთად კიდევ 500 წევრი პატრიოტთა ალიანსის აპირებს, რომ დაიწყოს შიმშილობა. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა არის საგარეჯოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა. ეს პროტესტის უკიდურესი ფორმაა და ადამიანურად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ამ სურათის ყურება. როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? თქვენი შეფასება როგორია ამ პროცესის? უბრალოდ აი ადამიანურად გაქვთ თუ არა რაიმე სათქმელი ამ სიტუაციაში? თქვენ მოიგეთ არჩევნები მაშინ როდესაც თქვენი კონკურენტი აბობს რომ ის გაყავდა და მან მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი ირმა ინაშვილის არგუმენტები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, არც ერთ სადამკვირვებელ ორგანიზაციას, არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, არც სამართლიან არჩევნებს არ უთქვია იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყავდა, მოხდა ბიულეტენების ჩაყრა, საარჩევნო სიის ხელოვნურად გაბერვა, ვიღაცების დაშანტაჟება, მოტყუება, მოსყიდვა და ასე შემდეგ. ანუ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, თავისუფალ გარემოში, ყველა ოპონენტს, მათ შორის ქალბატონ ირმა ინაშვილს ძალიან თავისუფალ რეჟიმში ჰქონდა საშუალება, რომ თავისი წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. კენჭისყრის დღეს თუ იყო დარღვევები, იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის და საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს დარღვევები გამოასწორა. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რაც აიას დასკვნაში არ იყო სამწუხარო და რაც თვალში მომხდა, მე-13 უბნის შედეგების გადათვლას ითხოვდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასევე ირმა ინაშვილი. საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, გადაითვალა მე-13 უბნის შედეგები. მე-13 უბანი არის უჯარმის უბანი, სადაც ითვლიდნენ მუხროვანიდან წამოღებულ ხმებს და იქ არავითარ დარღვევას ადგილი არ ქონია, ზუსტად იგივე შედეგები დაჯდა, რაც იყო შემაჯამებელი, რაც იყო კენჭისყრის ოქმში მითითებული. შიმშილობასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა ამ ფორმას მიმართა. მე განსაკუთრებით ვწუხარ ბატონი ლევან თედიაშვილის გამო, რომელსაც ჩემს პატივისცემას და სიყვარულს ვუდასტურებ ამ ეთერის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ირმა ინაშვილის მხარდამჭერია და ირმა ინაშვილს მოვუწოდებ, აიღოს პასუხისმგებლობა ბატონი ლევანის ჯანმრთელობაზე და შეწყვიტოს, როგორც მინიმუმ ბატონმა ლევანმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ვწუხარ, რომ ეს პროცესებმა ასეთი ფორმა მიიღო, ქალბატონ ირმა ინაშვილს ხელისუფლებამ და მეც როგორც სახელისუფლებო კანდიდატმა უნდა შევთავაზო, მისი ძირითადი მოთხოვნა არის წინასაარჩევნო გარემოს შეცვლა, წარმოადგინოს წინადადებები, კონკრეტული წინადადებები, როგორ წარმოუდგენია მას საარჩევნო გარემოს შეცვლა და ხელისუფლება მზად არის ამ თემებზე სასაუბროდ. დიდი მადლობა, ხელისუფლება მზად არის ისაუბროს წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. ასეთი იყო თამარ ხიდაშელის განცხადება, მაესტროს ფაქტორი. ხვალ 10:30-მდე გემშვიდობებად, მადლობა.